ჯარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გაყვეს მეფეს. დაბრუნებაც კი გრანდიოზულია. გზაში არის მებრძოლი ტომები. იადგან ციხესიმაგრეს, მალების ციხესიმაგრეს. მალები არიან გამაგრებულები და ისვრიან. გაუჭირდათ მაკედონელებს, იმიტომ რომ ისრის და სათხედების ბარანი მოდის იქიდან რა. ისინი არ იხელენ უკან რა. თვითონ ადგამს კიბეს. ისინი ესვრიან ესაა ბოლოს მეფე. ახლა ყველაფერი პირველია. თვითონ სიმძიმისგან ეს ორი კილო ჯარო ჩაინგრა. ვინც მოყვება უყო იჭაფსვით. ეს იმ შეერჩნენ 4 მარტო. მალების ციხესიმაგრე კოშკზე არიან 4. ამ ხელერის გზაზე წასვლა როგორ შეიძლება? ესა მაკედონელები ქვეიდან ბღავია რომ მეფე გადმოხტი, უკან გადმოხტი მეფე. გადახტა ალექსანდრე. გადახტა ციხეში. სიღმრიში ჩახვდა. ახლა გიორგი ეს უკვე სიმამაცე არ არის, ეს არის სიგიჟე. ესენი ჩაყვნენ სამნე. ვინც კი მიეკარა ამათ ყველა დაყარეს ძირს. ესენ მიეყვნენ კედელს. რომ ზურგი დაცული იყოს, მაგრამ ესურის ყველა. გარედან ამ მაკედონელებმა არ იციან რა ხდება, მეფეში ჩახტა. თეიმური არის მძიმე ისარი. შორიდან ასრო თეიმურ წამოვიდა პირდაპირ მარჯვენა მკერდში მოხვდა ალექსანდრეს. გაუპოვეს მარჯვენა მკერდი. სასიკვდილო ჭრილობა. ვაგონების დაკარგვა დაიწყო, დაებინდა სისხლისგან დაცლა, მუხლებმა ეკვეთა და დაეცა ძირს. გონება წაუვიდა. დაეცა აქილევსის ფარზე. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. დროების YouTube არხზე მოგზაურობა წარსულში გადაცემათა ციკლი ისტორიაზე გრძელდება, მას უძღვება ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე. დღევანდელი გადაცემის დასაწყისში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და შეგახსენოთ, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ არხი, რომ მოიწონოთ, გამოიწეროთ, გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებს, რაც შეეხება დღევანდელი ლექციის თემას, საუბრის თემას, ის უკავშირდება ჯერ კიდევ კვლავ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის აქტიურ ფაზას, თუმცა როგორც ჩანს პიკმა გადაიარა, ასე ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელმა ინდოეთური ლაშქრობაც დაასრულა, ყოველ შემთხვევაში არის უკვე იმ ეტაპზე, როცა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით და სად არის ეს სახლი, ამასაც გავიგებთ ახლა გუბაზისგან. გუბაზ დავიწყოთ სპილოების ისტორიები გამოვიარეთ, ერთობ ეგზოტიკური და მაინც განსაკუთრებულად საინტერესო ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის, მაგრამ ინდოეთი უკიდეგანო სივრცე ზოგადად სრულად დასაპყრობად, ასე ვთქვათ, მიუწვდომელი აღმოჩნდა თვით ალექსანდრე მაკედონელისთვისაც და ის შემოიფარგლა იმ მონაპოვარით დაპყრობილი ტერიტორიებით, რომელიც განლაგებული იყო ინდის ხეობაში და ინდის აგლომერაციას მოუყვება უკვე ქვევით, ასე ვთქვათ, არაბეთის ზღვისკენ. მადლობთ ძვირფას მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მადლობას გწირავთ მრავალგზის ისევ და ისევ თქვენი კომენტებისთვის, კომენტარებისთვის, მოსაზრებებისთვის. უცებ რო გადავიდეთ უკვე ჩვენს მოგზაურობაზე წარსულში, რომელიც გულისხმობს ალექსანდრეს ლაშქრობას აღმოსავლეთისკენ. მისი სურვილი იყო ლაშქრობა სამყაროს დასალიერამდე, მაგრამ ჯარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გაყვეს მეფეს. მან თავის ჯარს და თავის არდლებს მოუხაზა მისი სივრცე, სანამდე უნდა გასვლა, კერძოდ ეს იყო მდინარე განგი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, იქიდან მერე ზღვით უნდა დაბრუნებულიყვნენ სპარსეთში და მერე ბაბილონში. ხოლო შემდეგ გაეგრძელებია მეორე დასალიერამდე ლაშქრობა, კერძოდ ჰერაკლეს სვეტებამდე, ანუ დღევანდელ გიბრალტარამდე და ეს სივრცე, ეს უკიდეგანო სივრცე იყო მის გეგმებში, მის გონებაში, მის უნივერსალური იმპერიის
მონახასში და განაზრახში, ხო, მაგრამ ჯარმა უარი უთხრა, თუმცა მე ჩემი მოგზალებული ეჭვი მაქვს მაინც, რომ მას უნდა დაბრუნება სახლში, ყოველ შემთხვევაში ფიქრობდა მაინც და დაბრუნების გადაწყვეტილება არა თვითონ, არამედ ჯარს მიაღებია და ჯარის ნებას დაყვა ის. თუმცა ყოველგვარი მიზეზ გარეშე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის როცა დაბრუნდებოდა სახლში, რომელსაც ის ბაბილონს ეძახის უკვე, მაკედონია მის სახლი აღარ არის. ბაბილონში დაბრუნების დროს მას უნდა დაეწყო ახალი ლაშქრობისთვის მზადება და არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ინდოეთში მობრუნებულიყო კიდევაც, ოღონდ ახალი ჯარებით. გახსოვთ თქვენ, როცა ჯარის სახელით, ჯარისკაცების სახელით და ყველა სახელით მას გარკვეულწილად პრეტენზიები წაუყენა სარდალმა კენოსმა, როცა უთხრა, რომ ეს ჯარი დააბრუნე სახლში და ახალი ჯარი შეკრიბე და სადაც გინდა იქ წამოყვებით. ამიტომ სადაც გინდა იქ წამოყოლისთვის მას სჭირდება დაბრუნება, ძველი ჯარის დაშლა და ახალი გეგმები აქვს მას. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ხორესმიელების მეფე ფარასმან შეპირდა, რომ შავი ზღვისპირეთში ილაშქრებს, ხო? ასევე გეგმები აქვს, რომ ლიბიის უდაბნოს გაყვეს უკიდურეს დასავლეთში და კართაგენზე ილაშქროს. არის ცნობები, რომ თითქოს და იტალიაშიც აპირებს ლაშქრობას, ხო, ანუ გაჩერებას ჩვენ შეიძლება ყველაფერი ვივარაუდოთ, მაგრამ სავარაუდო არ არის ნამდვილად ერთი რა, ის გაჩერებას არ აპირებს. ალექსანდრე არ აპირებს ისი ამოვნოს თავისი გამარჯვებებით. მას აქვს აი ეს პრეტენზია. ალბათ სოფლიოს ისტორიაში პირველს, რომელსაც აქვს სურვილი დაიპყროს მთელი სამყარო, ანუ ოიკუმენე და ცნობილი სამყარო, დასახლებული სამყარო, რაც გინდათ ის დაარქვით, ხო, ამიტომ ერთი კითხვა მაქვს, როცა ჩვენ მათ შორის საუბრობთ სახლის მიმართ მის დამოკიდებულებაზე და შენ გაგვიმარტი ახლა, რომ ის უკვე სახლად მიჩნევს ბაბილონს და არა მაკედონიას. ალექსანდრე მაკედონელის დედა რომელიც ამ ლექციების გამოში არის ქალბატონი ოლიმპიადა. ის ცოცხალია. ცოცხალია. და ალექსანდრეს სიკვდილსაც გადაიტანს ის და ოლიმპიადა აი მიწერ-მოწერის მეშვეობით თუ შეგვიძლია კონდეს გარკვეული წარმოდგენა ის რას ელოდა ალექსა რას ურჩევდა ლაშქრობების გაგრძელებას დაბრუნებას მაკედონიაში უკან დაბრუნებას თუ ასე შემდეგ. ოლიმპიადას ჩვენ რამდენადაც ვიცით აქვს სურვილი რომ ბაბილონში ჩავიდეს. ანუ ალექსანდრე მისცეს უფლება ხო იმპერია მასთან უნდა ყოფნა ოლიმპიადას. ოლიმპიადას ესმის ძალიან კარგად რომ მიყრუებულ პელაში ახლა. ასეთი ქალაქების პატრონი პელაში აღარ დაბრუნდება. ხო, ახლა როგორი ქალაქებს გააჩნია, ხო, ახლა გრანდიოზული მსოფლიო მასშტაბების ქალაქების პატრონი არის. აგერ მის გვირგვინს ინდის ინდოეთიც დაემატა და ახლა პელაში ის არ დაბრუნდება. ცენტრი, გეოგრაფიული ცენტრი ბაბილონია. მაინც ხო ახლა ჩვენ მისი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი ავირჩიეთ, ანუ გავზარდეთ მისი აღმოსავლეთ ნაწილის მასშტაბი, იმიტომ დასავლეთი ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. მცირე აზია, ეგვიპტე აქ არ აჩანს. უფრო კარგად რო გამოჩნდეს აი მისი დაბრუნების მარშრუტი, ხო, აი აქ ნიკეა და ბუცეფალა არის. აი აქ მიიღო ჰიფასისი არის მდინარე, აი უკვე მობრუნდა და დამოვიდა, ხო. ამოდის ქვემოთ, აი ესა ჰიდასპეს ბრძოლა. ოროსთან ბრძოლა, ხო, მე ორი ქალაქი დაამარცხა, ახლა სანგალაზე ვილაპარაკებთ ჩვენ, ხო. მობრუნდა ალექსანდრე, ბანაკი აქვს მდინარე ჰიდრაოტეზე, ახლა ეს აქ ყველა მდინარე არ აჩანს, გიორგი, ეს არის მდინარე ინდი. ხო. აღმოსავლეთიდან უერთდება რამოდენიმე მდინარე.
ეს არის მდინარე ჰიდასპე, აკესინე, მანამდე აკესინე, ჰიდასპე, ჰიდრაუტე, ესენი ერთად ერთიანდება რა და მე ინჩი ჩადეს და ჰიფასის იყო ყველაზე უკიდურესი ნაწილი მდინარე, სადაც საიდანაც ის მოbrunდა და წამოვიდა სამხრეთით ახლა თვითონ ინდის ინდოეთს აქვს ორი გეოგრაფია ერთ ჩრდილოეთს ეძახიან პენჯაბს და სამხრეთს ეძახიან სინდეთს მაგარწერი ახლა სინდეთი ეს უფრო მარტივი გამარტივებული რუკა არის ხო მაგრამ ნუ ახლა უკეთეს ვერ ვნახულობთ აი სამხრეთისკენ მოდის ისა ხო მას აქვს გზად მას ელოდება ჩვენ წინა ლექციებში მე მგონი ახსენე კიდევაც არატებს ეძახიან ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ინდოელებს რომლებსაც ბატონები არ აყავთ და მეფეები არ აყავთ ჩვენ ვთქვით კიდევაც რომ ის 16 თუ 40 ინდური სახელმწიფო რომელიც ალექსანდრეს დახვდა როცა ის ინდოეთში შევიდა ყველა არ იყო მონარქია ზოგან იყო დინასტიური მონარქიები ზოგან იყო არჩეული მონარქიები და ზოგან ბელადებს ირჩევდნენ და თანამედროვე ისტორიკოსები არქმევენ კიდევაც რომ მაშინდელი პრეზიდენტები ხო ამიტომ ახლა ის შედის უკვე სამხრეთისკენ რომ მოდის როცა ჰიფასისთან სამხრეთით წამოვიდა ის მოდის ოკეანისკენ მას სახში დაბრუნება უნდა სხვა გზით ძველი გზით დაბრუნებას არ გეგმავს ის გარდა დამპყრობელისა ის არის მკვლევარი მოგზაური აღმომჩენი ახლა აქეთ რაც გამოიარა ის გზები უკვე შესწავლილია ქალაქები დაარსებულია სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს, გარნიზონები დატოვებულია, ჯარები დატოვებულია, სატრაპები დანიშნულება სამხრეთისკენ მოდის, ახლა უკარო დაბრუნდეს. ჩვენ გვახსოვს, აი როცა აღმოსავლეთისკენ მიდიოდა დრანგიანიდან ჩრდილოეთით წავიდა და ქვემოთ დარჩა რამოდენიმე სატრაპია, კერძოდ გედროსი ერთი სატრაპია. კარმანია თვითონ ჩაბარდა, თუმცა კარმანიაში ნამყოფი არა. აი ამ ნაწილში ჯერჯერობით ალექსანდრეს ფეხი არ დაუდგამს, თუმცა მორჩილებას უცხადებენ. მაგრამ ნუ თლათ დამორჩილება ხო რა არის რა, დამორჩილებულმა ხალხმა ჯარი უნდა იხილოს. ჯარი უნდა დაინახოს თორე ახლა ერთხელ ნანახი ყოველთვის ჯობია 100 ჯერ და 1000 ჯერ მონაყოლს, ხო, ამიტომ საერთოდ ასე არის სამხედროები დამეთანხმებიან, რომ ოკუპაცია, დამორჩილებაო, რაც არ უნდა მაღალ ტექნოლოგიური იყოს დამპყრობელის არმია, ხო, თუნდაც თანამედროვე. ოკუპაცია მაინც ნიშნავს, რომ ჯარისკაც ფეხს დგამს. ქვეითი დგამს ფეხს, ამიტომ მას გეგმა აქვს, გარდა იმისა, რომ მან თავისი ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, მან უნდა შეისწავლოს ეს სანაპირო. კი სპარსეთის იმპერიაში შედიოდა გეოგრაფ სპარსელები მანდამაინც მოყვარულები არ იყვნენ ზღვის ახლა ჩვენ ვიცით რომ სპარსული ფლოტი სულ ლაპარაკობდით სპარსულ ფლოტზე მაგრამ ის ფლოტი იყო ფინიკიელებისგან კვიპროსელებისგან ეგვიპტელებისგან და იონიელ ბერძნებისგან შემდგარი რა სპარსელები მაინც ზღვას მტრულ სტიქიათ თვლიდნენ ეს სანაპირო სამხრეთი თანამედროვე სპარსეთის ყურე და არაბეთის ზღვა, რომელიც პირდაპირ გადადის ინდოეთის ოკეანეში, ეს უნდა მას შეისწავლოს. და საბოლოოდ ცნობები არ აქვს, მაგრამ მას აქვს ეჭვი, რომ მდინარე ინდი, ეს და ორი მდინარე ევფრატი და ტიგროსი, გახსოვთ, მაშინ ცალ-ცალკე ჩადიოდა ზღვაში ისე. ახლა ერთიანი არის, ხო? მას აქვს ეჭვი ცნობები რომ ეს სამივე მდინარე ერთ დიდ ზღვაში, ერთ დიდ ოკეანეში უნდა ჩადიოდეს ახლა დღეს რაც ჩვეულებრივმა მოსწავლემიც სკოლაში ხო ახლა მაშინ ეს დიდი აღმოჩენა იყო. ამიტომ მას აქვს ასეთი გეგმა რომ სახში დაბრუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე მიმართულებით, იმიტომ რომ
ერთი ჯარი ყავს დიდი. ახლა ინდოეთი კი ითვისებს და ყვებავს მის უზარმაზარ არმიას, მაგრამ ახლა ასე ერთი ნაკადით სახში დაბრუნება ძალიან რთულია. მით უმეტეს ის სპარსეთის სამხრეთით აპირებს გავლას და თანიცის როაქს უდაბნოებია, უწყლოა ეს. და ჯარი უნდა გაყოს მან. ერთი ხმელეთით უნდა დაბრუნდეს ბაბილონში, სახლში, თორქოთაზე და ის გეგმავს, რომ ფლოტი, მეორე ნაწილი არმიის ფლოტით წავიდეს უკან სპარსეთის ყური და უნდა შევიდეს ტიგროსში და ევრფრატში. ანუ გრანდიოზული გეგმები აქვს, ხო? დაბრუნებაც კი გრანდიოზულია მის. ამიტომ მდინარე ჰიდრაოტედან დაიძრა ქვემოთ, მაგრამ გზაში არის მებრძოლი ტომები არ. აი მაგალითად აგერ არის სანგალა. ესენი არიან მალები და ოქსიდრაკები. ეს არის ორი თავისუფალი ტომი, რომლებიც ყველა ავტორი არის შეთანხმებული, რომ ინდოელებს შორის ყველაზე უფრო მეომარი ხალხები არიან. განსაკუთრებით მალები. ისინი ბელადებს ირჩევენ. და აქვთ ერთმანეთში მტრობა. მალებს და ოქსიდრაკებს. მაგრამ მათ იციან, რომ მოდის ეს ალექსანდრე მოდის, ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ძალები გაერთიანონ. და ერთად დახვდნენ პერს, ალექსანდრეს. მათ არ იციან მორჩილება. არასოდეს არავის მორჩილები ეს ორი ხალხი არ ყოფილა. ძლიერი და მრავალრიცხოვანი ხალხი არის და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაერთიანდნენ. და გაერთიანებული მათი სამხედრო ძალები საკმაოდ შთამბეჭდავი არის. ზოგი ამბობს, რომ 50,000, ზოგი ამბობს 60,000, 700 ეტლის გამოყვანა შეუძლიათ, უფრო მეტი ზოგი სხვა და ამბობენ, რომ ეს ორივე ხალხი ღირსეული მოწინააღმდეგე შეიძლება აღმოჩნდეს ამ ალექსანდრეს ჯარისა, მაგრამ მე არის ასეთი ცნობა, თითქოს აი ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ თითქოს და ვინ იქნებოდა სარდალი. თუმცა ეს უფრო მოგვიანებით ცნობას გავს, ახლა ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ყველაფერი შეთანხმდნენ და ბოლოს იჩხუბეს ვინ იქნება სარდალი, ცოტა პრიმიტიულიც ჩანს რა, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსები სხვანაირად თვლიან, რომ როგორც ჩანს ამათ ისინი შეთანხმდნენ გაერთიანებას, მაგრამ ჯერ არ არიან შეერთებული. ამიტომ ალექსანდრე იღებს გადაწყვეტილებას, რომ სანამდე გაერთიანდებიან, მანამდე დაასწროს. ხო, ეს ბევრჯერ გაუკეთებია მას. აი იგივე ჰიდასპეს ბრძოლაც ხო რატო დააჩქარა. რომ ელოდებოდა, რომ აბისარ კაშმირელი უნდა შეერთებოდა პოროს. ამიტომ უფრო ამასა გავს, რომ მან დასრებაზე იმუშა. მან ჯარის უდიდესი ნაწილი დაუტოვა მდინარის პირზე, დატოვა ჰიდრაოტეს პირზე, დატოვა კრატეროსის მეთაურობით. ძალიან ხშირად იმეორებს ამას ჯარის დიდ ნაწილს ტოვებს, მაგრამ ყველაზე მობილური და ყველაზე სწრაფი ნაწილები აიყოლიან მან. და მისი ამოცანა არის ჯერ მალებს დაარტყას და მე ოქსიდრაკებს. მალების ტერიტორიამდე არის მისასვლელი ჯერ ჩვეულებრივი გზა არის მდინარის გაყოლებით, მაგრამ მოკლე ტერიტორია არის მცირე უდაბნოა. და მალები, რომლებიც ემზადებიან საომრად, მათ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ უდაბნოდან არ არის სახიფათო ალექსანდრე და ელოდებიან ჩვეულებრივ გზიდან, მაგრამ ახლა ალექსანდრე ვიცით რაც არის, ახლა მოულოდნელობა, ალექსანდრე უდრის მოულოდნელობას, მან უდაბნო გადალახა. მასთან ახლავს მისი ერთგული სარდალი პერდიკა. და უდაბნოდან შეუტია მალებს და მათი მთავარი ქალაქი აგალასა აიღო. დიდი ბრძოლა გაიმართა იქა.
ამ ქალაქს ორი მხრიდან, ერთი მხრიდან უდაბნო ჰქონდა, მეორე მხრიდან ტყეები ჰქონდა, მაგრამ ნუ მაინც მოახერხა ალექსანდრე ბრწყინვალე ტაქტიკოსი იყო რა, თუმცა წინააღმდეგობა გაწიეს ძალიან. აგალას აიღეს მათ. მერე არის ასეთი ცნობა, ამაზე უნდა გავჩერდე, რომ მიადგა ბრაჰმანების ქალაქს. ანუ სასულიერო კასტის. აქედან ჩანს როგორი რა ჩანს იცით აი ამ ალექსანდრეს ლაშქრობიდან ჩანს ჩვენ ინდურ კასტებზე. ωραία, კასტების მიხედვით იყო ქალაქები. როგორ ჩანს რაღაცა ნაწილს ქალაქების ქშატრიები, ანუ მეფეები და არისტოკრატები მართავენ, არის რელიგიური ქალაქები, სადაც მმართველობა არის ბრაჰმანების ხელში და აშკარად ჩანს რა ალექსანდრეს ლაშქრობის დროს. რომ ძალიან ბევრი რაჯები, ანუ მეფეები, თავრები, ხო? ბევრი გადადის ალექსანდრეს მხარეს. ანუ ქშატრიების კასტა არც თუ ისე დიდი წინააღმდეგობით გამოირჩევიან და რატომღაც ეძებენ სულ ალექსანდრესთან მეგობრობას. მაგრამ აი ბრაჰმანები, გახსოვთ მე ლოცველებზე რო გითხარით, რომ ყურადღებას არ ექცა. აი ბრაჰმანული კასტა წინააღმდეგობას უწევს ალექსანდრეს. სხვათა შორის იგივეს მერე ჩვენ როცა რომზე გვექნება საუბარი, იგივეს ჩვენ წავაწყდებით, როცა გალიაში შევა კეისარი, სადაც კელტების არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელებთან თანამშრომლობს, მოკავშირეობს კიდევაც, მაგრამ აბსოლუტურად შეურიგებლები არიან დრუიდების კასტა, სასულიერო კასტა. და მერე რომის იმპერიაში დრუიდობა საერთოდ აკრძალული იქნება. ანუ დრუიდები კელტებში და ბრაჰმანები ინდოელებში აჯანყების და შეურიგებლობის მეთაურები არიან. ანუ აშკარად ჩანს და არ გამორიცხოთ, რომ ამ ორ კასტას შორის დაპირისპირება იყო. იმიტომ რომ იცით ჩვენ უმაღლესი კასტა, ანუ ვარნა იყო ბრაჰმანების, ქურუმების და მერე მოდიოდა ქშატრიების, ანუ ხედრობა, მეფეები და ასე. სხვათა შორის იგივე ეგვიპტეშიც, ძველ ეგვიპტეში. ქურუმების ბატონობას, ანუ სასულიერო ბატონობას არ ეგუებოდა საერო მმართველობები და კასტები. ეს როგორც ჩანს ბუნებრივი მოვლენა. რაღაცა ბრახასე არის მოხსენებულ ბრაჰმანების ქალაქს აიღებენ კიდევ გზად. საიდან ძალიან ბევრი ტოლვილები გაიქცევიან. და გაიქცევიან მოყოლილი არის ეს მალების ტერიტორიაზე ხდება. ჯერ ოქსიდრაქები არ ჩანან. მათი მოკავშირეები. გაიქცევიან მონაპირე, მოსაზღვრე მალების ციხესიმაგრეს შეაფარებენ თავს. არის გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს თანამედროვე დიდი პაკისტანური ქალაქი მულტანი. სხვათა შორის ეს ახალგაზრდობაშიც ვიცოდი, რომ ეს მალების ციხესიმაგრე, ახლა ძალიან მნიშვნელოვან ამბავთან მივდივართ უკვე. ეს მალების ციხესიმაგრე, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება თანამედროვე მულტანი იყოს, სირიაში ყავდა მეგობარი პაკისტანელი, რომელიც იყო ამ ქალაქიდან წარმოშობით და სულ ეხუმრებოდი, რომ შენი ბაბუის დაჭრილი არის ალექსანდრე თქვა რა. ალექსანდრეს ებრძოდა შენი ბაბუა. ხო, ჩვენ კარგად იცოდა იმან და იფერებდა მერე რას ლაპარაკობ, როგორ არა, იფერებდა რომელია. ხო, მერე ამერიკაში წავიდა კალიფორნიელი ცოლი მოიყვანა მან. ბასიტი ერქვა სახელი, დიდი მეგობრობა ჰქონდა სხვათა შორის. იუმორი ჰქონდა ძალიან საინტერესო. ხო. ბასიტი ნეტარაშვება, ხო და სავარაუდოდ ეს უნდა იყოს მულტანი, დიდი ქალაქია პაკისტანში. და ამ ტოლვილებს რომ მიყვა ალექსანდრე ახლა მხედრობით და მსუბუქი ქვეითებით მისდევს კავალერიით და აგრიანებით.
მიადგა ამ ციხესიმაგრეს, მალების ციხესიმაგრეს. საღამო ხანია. ამ ტოლვილებმა შეასრეს იქ. ალექსანდრე იერის ჯერტი საღამოა და ელოდება კიდევ პერდიკა უნდა მოვიდეს ქვეითი ჯარით, იმიტომ ახლა მხედრობა ყოველთვის სწრაფად მოძრაობს, ხო, ვიდრე ქვეითი ჯარი. იმ ღამე და საღამოს გვიან მოვიდა პერდიკა. დასცეს ბანაკი ახლა ღამე შეტევა. აზრი არ აქვს და ელოდნენ გათენებისას სისხამზე შეუტიეს გიორგი. ეს როგორც ციხესიმაგრეა, თვითონ ციხესიმაგრეა, მაგრამ გარდა ამისა შიგნით აკროპოლისი აქვს, ანუ ციტადელია, მეორე ციხესიმაგრე. ანუ ორმაგი პრობლემა. ხოლო შეუტიეს და შეანგრიეს ეს კედელი ჩამოანგრიეს თვითონ ციხის კედელი და შევარდნენ ქუჩებში. თვითონ ალექსანდრე შეუძღვა ჯარს. მიადგნენ ამ ციტადელს, სადაც ეს მალები არიან გამაგრებულები და ისვრიან, ისრებს, ათხედებს, ქვებს, ყველაფერს ისვრიან. ამათ სცადეს, რომ კიბეებით შეტევა დაიწყო. გაუჭირდათ მაკედონელებს, იმიტომ რომ ისრის და სათხედების ბარანი მოდის იქიდან რა, ისინი არ იხევენ უკან რა. კარგი მშვილდოსნები ყავთ ამ მალებს და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს იერიში როგორი არის, ხო? ალექსანდრე შვება ასეთ რა თვითონ ადგამს კიბეს. ციტადელს მიადგნენ და მიდის და ვერადიან რა, ვერადიან ცდელობები არის კიბეებს ადგამენ, ისინი ესვრიან ესა და ბოლოს ეს მეფე, ახლა ყველაფერში ყო პირველია. მიადგა კედელი, დაიწყო კიბეზე ასვლა, ალექსანდრე. როგორც ამბობენ, შეიარაღებული არის აქილევსის ფარით. რომელიც ჩამოხსნა, როცა აზიაში გადმოვიდა, ხო გახსოვთ? აქილევსის ფარდა და ამ კიბეზე მიყვა ორი მისი ჰეტერი, ესენი არიან პევკესტა და ლეონატე. და სხვაებიც მიყვები, ადიან კიბეებს უკვე. ისინი ისვრიან მალები. მეორე კიბე მიადგა მამამისის ის იყო, რა ქვია, ვეტერანი, აბრეიოსი. მეორე კიბე იმან მიადგა და ისიც ადის და მიიყვნენ მაკედონელები, მაგრამ რო ავიდნენ ალექსანდრე პევკე ამ ერთი კიბით, ალექსანდრე პევკესტა და ლეონატე ავიდნენ და მეორე კიბიდან ავიდა ეს აბრეიოსი. 4 არიან კედელზე და ამ დროს ამ მალებმა ეს როგორ ჩანს ამ მალებმა ან თვითონ სიმძიმისგან ეს ორი კიბე ჩაინგრა. ვინც მოყვებოდა, ქვეით ჩაცვებდნენ. და ესენი შერჩდნენ 4 მარტო მალების ციხესიმაგრე კოშკზე არიან 4. ალექსანდრე, პევკესტა, აბრეიოსი და ლეონატე. ახლა ჩვენ ხო წარმოგვიდგენია რა ამბავი იქნებოდა ციხის შიგნით და ციხის გარეთ და იმ მალებმა იცნეს რომ ეს ალექსანდრეა. აცვია, უზარადით იცნეს. ამხელა რისკზე წასვლა როგორ შეიძლება? ესა მაკედონელები ქვეიდან ბღავია რომ მეფე გადმოხტი, უკან გადმოხტი მეფე. გადმოხტი, კაი, ახლა ციტადელის ახლა გადმოხტი, ახლა შეიძლება გადმოხტომა, ახლა მანდავენ სიკვდილს არ ნიშნავდა, ხო, ქვეით ჯარისკაცები არიან. როგორ ჩანს ეს ციტადელი ძალიან მაღალი არ იყო. გადმოხტომა არის გადარჩენა, შანსი მეტი არის, იმიტომ რომ ეძახიან გადმოხტე, ორ მხრივი ბღავილი არის, იქიდან ის მალები არიან გადარეულები და აქეთ ეს მაკედონია. ხა ჩვენ შეგვიძლია ეს წამიერად ხდება ეს. ჩვენ სულ მიგვირს ის ფილმი რო გადაიღეს, ეს როგორ არ გადაიღეს. გითხარი შენ რომ ელოდებიან შენ დაწერილ სცენარს. ხო და გადმოხტი. გადახტა ალექსანდრე. ოღონდ გადახტა ციხეში. სიღრმეში ჩახტა.
ახლა გიორგი ეს უკვე სიმამაცე არ არის, ეს არის სიგიჟე. შიგნით ჩახტა. ძვირფასო მეგობრებო, ყველას გვაქვს უფლება წარმოვიდგინოთ, წარმოსახვის უნარი ახლა ადამიანის თვისება რანაირი სანახავი აქეთ ესენი გაგიჟებულები ჯარისკაცები და იქეთის მალე შიგნით ჩახტა. ესენი ჩაყვნენ, სამნე. აბრეიო ახლა როგორ იზამდნენ, ახლა მეფეს როგორ მიატოვებდნენ. აბრეიოსი, პევკესტა და ლეონატე. ჩახტნენ მეფეს და იმგენმა შეიცნეს ეს ძვირფასი სამიზნე მეფე წამოვიდნენ, ვინც კი მიეკარა ამათ, ყველა დაყარეს ძირს. ხელჩართულში მე ისინი მოერიდნენ და შორიდან დაუწყეს სროლა. ახლა ალექსანდრე მიეყვნენ და ესენი მიეყვნენ კედელს. ზურგი დაცული იყოს, მაგრამ ესურის ყველა. გარედან ამ მაკედონელებმა არ იციან რა ხდება, მეფე შიგნით ჩახტა. ციტადელი შიგნით არის. შიგნით არის. დაუშვეს იმგენმა. დაუშვეს ეს აბრეიოს დაიღუპა. ამის ეს ვეტერანი. ესენიც დაჭრილები არიან, პევკესტა სამი ის არის მოარტყეს, ის კიდე კისერში დაჭრეს, ლეონატე. და აი ამ სროლაში არიან და ნუ შორიდან ნასროლი ქეიბური ერთ-ერთი ახლა კი იფარავენ ამას, მამო, ახლა მთელი ციხესიმაგრე გესურის, წარმოიდგინე რა ხდება. მიკარებით ვეღარ ეკარებიან, იმიტომ რომ ვინც კი მიეკარა, ყველა მოკლეს. შორიდან ნასროლი ქეიბური არის მძიმე ისარი. შორიდან ნასროლი ქეიბური წამოვიდა პირდაპირ მარჯვენა მკერდში მოხვდა ალექსანდრეს. გაუპოვეს მარჯვენა მკერდი. ხო ჩვენ ვეძებდით ამ სიუჟეტს და შენს უკვე არის როგორ არის ავარდნილი მარტო ამ იმაზე და აქ კიდე მისის. შენ ზურგს უკან ზუსტად ეს სცენა დაჭრილები. აღწერენ მე ახლა ეს ამბავი ბევრს აქვს აღწერილი, იმიტომ ახლა ეს ლეგენდარული ამბავი ალექსანდრე მალების ციხესიმაგრეში ჩახტა. ხელი მოიკიდა ამის ამოღება უნდა ამ ქეიბურის, მაგრამ სისხლი წასკდა. ის ვინც ესროლა ეს ქეიბური ის მოვიდა რომ იქნება ბოლო მოუღო ის მოკლა თვითონ ალექსანდრე, მაგრამ ეს ქეიბური გარჭობილი აქვს ერთ მარჯვენა მკერდში. სასიკვდილო ჭრილობა. მოხარ ამდენ ხანს უნდა გაუძლო ახლა გონების დაკარგვა დაიწყო დაებინდა სისხლისგან დაცლა მუხლები მოეკვეთა და დაეცა ძირს. გონება წაუვიდა. დაეცა აქილევსის ფარზე. ამ ორმა პევკესტამ და ლეონატემ ფათავიანთ ფარები დააფარეს. მეფეს რომ გადაარჩინა ის ახლა ალექსანდრე ვეღარ იცავს თავს, მაგრამ გიორგი ესენიც დაჭრილები არიან, ორივე. პევკესტა სამი ის არის აქვს მორტყმული. ისიც უკვე გონებას კარგავს. ლეონატეს ქვა მოარტყეს კისერში და ისიც მძიმედ არის დაჭრილი, დიდხანს ვეღარ გაუძლო, მაგრამ მასობაში ისინი კედლებზე გადმოვიდა იმათმა. მაკედონელებმა რომ დაინახეს მეფე იქ აღარაფერს აღარ არჩევდნენ კიბეებით თოკებთ ერთმანეთ ზურგებზე აღწერილია რომ ერთმანეთ ზურგზე ადგებოდნენ ანუ ძალიან მაღალი წარები გააკეთეს გაკბილებით გადმოვიდნენ საშინელი ამბავი არა ხო და აი უკვე აი წამიერად ხდება ეს პევკესტა წაიქცა უკვე გონება დაკარგა მარტო ლეონატეა დარჩენილი ისი ფარავს მეფეს. ამ დროს კედელზე გადმოვიდნენ ტიმეოსი და არისტონე. ორი მაკედონელი გადმოვიდნენ მიეხმარენ ამათ. პევკესტას მიეხმარენ, მაგრამ ტიმეოსი მალევე მოკლეს მალებმა. არისტონეც მძიმედ დაიჭრა და დავარდა ძირს, მაგრამ ამასობაში უკვე გადმოვიდნენ ესენ კედლებზე.
ესენი მაკედონელები და შეანგრიეს უფრო ზოგი ამბობს რომ შიგნიდანაც გააღეს კარიბჭე უკვე მეფე რო დაინახეს აღარაფერს აღარ ელოდებოდნენ ამის ერიდებოდნენ შემოიჭრენ ქალაქში შემოიჭრენ გაიმაში ციტადელი გაივსო ციტადელია გამხეცებული მაკედონელებით რა და მერე გვეუბნებიან ცნობები გვეუბნებიან რომ არავინ აღარ დაინდეს ცოცხალი არ დატოვეს არავინ დახოცეს ყველა დახოცეს მალები ხმა ხო გავარდა ხმის გავარდნა უნდათ კაცო რომ გონიათ რომ ამან გონება დაკარგა ეგ ჩაიკეცა და დაეცა და ისე აი ბოლომდე აი ლეონატე რო არ დარჩენილიყო იმიტომ პევკესტაც გაითიშა ეგ დაეცა სისხლისგან იცვა გადარჩება პევკესტა მე ლეონატეც მაგრამ ეს ტიმეიოსი და არისტონე ტიმეიოსი დაიღუპა ამერე არისტონეც დაიღუპა ჭრილობებისგან ახლა ჭორი რა ჭორი დაიჯარმა დაინახა გამოასვენეს მოასვენებენ ფარზე დასვენებულს მოკლას მეფე მოგვიკლეს და ამას მოყვა ის სასტიკები არც ხალი არც ბავშვი არც კაცი არავინ არ დაინდეს მოიყვანეს ახალ ბანაკში ჩამოიყვანეს ეს ქირურგები ექიმები და ესე ფილიპე როგორ ჩანა ფილიპე აკანანიელი როგორ ჩანს ცოცხალი აღარ არის მისი მკურნალი ექიმი ის მკურნალი ახლა ექიმების ეს ქირურგები ახლა ექიმები მივიდნენ ვერ მოვკიდებთ ხელს ხმათ არის ჩასული და მე კეიბური არის ძალიან მუხანათურია რა ძიმენ ის არ ამ დროს მოვიდა გონებას თვითონ უყურებს რომ ვეფშოშები კეიბურს ვერ იღებენ და გვერდებზე ანკესები აქვს ის რომ ამოიღონ უნდა მოგლიჯონ და ხო რა მოხდება ხა თან სისხლის გამო თითქმის დაცლილი არის ასე უნდა ვახოთ ჩააფართოვეთ გააფართოვეთ ჭრილობა და ისე ამოიღეთ თვითონ უნდა ეს ყოვლის მცოდნე ალექსანდრე ჩვენ ხო ვიცით ახლა არისტოტელეს მოწაფე იყო არისტოტელე კარგი ექიმიც იყო ამიტომ მედიცინაც იცოდა ალექსანდრემ და ახლა ვერ კიდევ როგორ არის რომ ახლა ჩაფართოება იმათაც ეცოდინებოდა ვერ კიდევ ვერ რისკავენ რომ შემოაკვდეთ ამიტომ ბრძანება მეც რომ გააფართოვეთ ჭრილობა დაკარგა გონება ისე რომ აუფართოვეს ამოუღეს ეს როგორც აღწერენ ის ღამე ჯარისთვის იყო ჯოჯოხეთი არავის არ დაუძინე აი ამ კარავთან მისეულები იყვნენ და ხა როგორი ფიქრები ექნებოდათ მაკედონელებს ხო რომ არავის არ ეგონა რომ გადარჩებოდა პრინციპში ასეთი მძიმე ჭრილობა მას მანამდე არ ქონია ასეთ აი კაც ღაზასთანაც მაგრად დაიჭრა მაგრამ ნუ ღაზასთან მერე გამოვარდა იმიდან და იბძოდა იქაც გონება დაკარგა მე მაგრამ ნუ ეს ყველაზე მძიმე ჭრილობა მიიღო მალებთან ბრძოლაში როცა ციტადელის შიგნით ჩახტა თვითონ არ ვიცი ხო წარმოუდგენელი კაცი 4 იყვნენ სულ თავზე ხელაღებული არ ქვია რა არ ვიცი ხო სიგიჟია გიორგიეს მე ხო ვილაპარაკი მე მგონი ერთ-ერთ გადაცა სამედიცინო ტერმინიც არის რა ქვია ამას არ ვიცი აი ომზე გაშლეგებული შემდგომი ისიც მოუყევი ის მითრიდატეს ელჩი რომელებს აშინებდა კოლხებით იქ ამბობდა რომ ომზე გაშლეგებული კოლხები ჩვენ მხარეზე არიან სამდე ომი დაიწყებოდა მითრიდატული ომები მე პონტოს სამეფოც გვექნება და მითრიდატეც და ყველაფერი ხო ის ღამე გაათენეს მაგრამ გადარჩა არ მოკვდა ახლა თავარი ბანაკი მდინარე ჰიდრაუტეზე სადა კრატეროსის თავარი ბანაკი ხო იქ ჩავიდა ეს ამბავი ნუ არის ინგრევა ყველაფერი დავიღუპეთ ამ გაგანია შვა ინდოეთში უპატრონო დაობლდა ჯარი
აი ამის შიში სულ ჰქონდათ მაკედონელებს და სხვათა შორის ფილოტას დაჟჯა ახსოვთ თქვენ ამინტა რო გამოვიდა სიტყვით რომ აი მეფეს მოკლავდნენ და მე სახში ვეღარ დაბრუნდა სულ შიში აქვს ამ მაკედონელებს რომ აი თუ სახში ვერ დაუბრუნდეთ უთავოდ დარჩენის ეში უთავოდ ობლობა ეს რა მე ახლა ამ თავარბანაკში თავარი შეკითხვა ხო რა არის და თან მოვიდა ამბავი რომ მოკვდა მოკვდა მე დაიღუპა მალებთან ბანაკში ახ თავარი შეკითხვები ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ გიორგი რა იყო ეს თავარი შეკითხვები ხო ვინ იქნება ვინ წაგვეყვანს სახში შვილი არა აქვს ძილი არა აქვს ჯერ ოქსანა ფეხბურთით არ არის და როც იყოს რა ხო ვინ ჩაენაცვლება ვის უნდა გავყვეთ ვინ ვის ამ ესამე შეკითხვა როგორ ბრუნდებით სახში აცი რა გველის უმძიმესი განწყობა არის რა კლოვა ტირილი ამე არ ძინავთ მაგრამ ერე მოდის ამბავი უცოცხალია და მოაქვთ ალექსანდრეს გამოგზავნილი წერილი მე ცოცხალი ვარ და მალე დავბრუნდები ბანაკში წერილში წერე მაგრამ ჯარმა არ დაიჯერა ჯარი ფიქრობს რომ სტრატეგოსები და პაჟები ანუ ჰეტერები და ესენი რაღაცას გვიწყობენ გვიმალავენ დარია და გვიმალავენ და ვითომ წერილი მოვიდა ამიტომ ამ წერილის მოსვლამ ცოცხალი ვარ და მალე ბანაკში დავბრუნდები ჩათვალეს უგვატყუილებენ და უფრო დიდი ეჭვები გამოიწვია თავარ ბანაკში 7 დღე ებრძოდა სიკვდილს მე 7 დღეს უკვე მოვიდა ისე რომ წამოდგა ალექსანდრე ჯერ თავარბანაკში არ არის თავარბანაკში პანიკა რო წამოდგა და რო გონებაზე იყო უკვე და უკვე შეეძლო ეს თქვა რომ წამიყვანეთ ბანაკში ჯარისკაცებთან ხო ისინი მოშორებით არიან თავარბანაკიდან ამიტომ აიყვანეს გემზე მაგრამ რო არ გაირყეს და რო არ შეწუხდეს და ნიჩფებიც კი არ მოუშვეს დინებას გამოყვნენ 3 დღე იცურეს თავარბანაკამდე არავინ ხმამაღლა არ ლაპარაკობს ნიშფებს არ უშევა ეს წევს მას არეცელზე გემზე არის რა მოყავთ თავარი ბანაკისკენ ხომ თავარბანაკში რა ხდება ხო თუ დაინახეს რომ გემი მოდის გამოვიდნენ მდინარის პირზე ეს მაკედონელები უტყურათ ჯერათ რომ გვამე მოყავთ მოსვენებენ გვამს და არის ტირილი და გოდება და ეს არ ჯერათ რომ რა ცოცხალია ამაში არც მესიჯები იყო არც ტელეფონი იყოაფერი არ იყო დარწმუნებულია თავარბანაკი დარწმუნებულია რომ გვარია მოასვენებენ ამარ აქნახოთ ადგა გამოვიდა გემის ქიმზე ქიმია ხოძი ხელი აუწია ჯარს დაინგრა გიორგი ყველაფერი ჩვენ ხო წარმოგვიდგენ რა სანახაობა იქნებოდა ეს ათეულათასობით გამოსულეს დაობლებულეს მაკედონელები ბერძნები სპარსელები მიდიელები სკვითები სულ ყველა აქ არიან ისი კოსმოპოლიტური არმია ცოცხალია და სანამდე მოადგებოდა ნაპირს უკვე აინა ხელი აუწია როგორც ჩანს მარცხენა ხელი აუწია იმიტომ რომ მარჯვენა მკერდი ქონდა დაზიანებული წესთან უნდა გადარჩენილიყო ისეთი ჭრილობა ქონდა
ვერ კიდებდნენ ხელს. გონებაზე რო არ მოსულიყო, მოკვდებოდა, გონებაზე რომ მოვიდა, მაშინ მისცა ბრძანება. ექიმებს რომ გააფართოეთ და ამოიღეთ. თორე რო არ მოსულიყო, არაპირებდნენ, ვინ გარისკავდა ამას. ბრძანებით უმკურნალეს. სამდენ აპირს მოადგა ეს მაკედონელები გამოვიდნენ სანაპიროსზე. ფარებით და იარაღით. სანამდე მოადგებოდა ნაპირს დაიწყეს იარაღის ფარებზე ცემა. შუბების და מחვილების სახაძვირფოს მეგობრებო, ცოტა ხანია მითოსი შემოურიოთ. რაღაც ილეთები და ცოტა შეს მოეწონათ ჩვენს მაყურებლებს. ეს ფარების ცემა საიდან მოდის? ფარებზე იარაღის ცემა. ხო. ბევრს გვინახია ჩვენ, რა ვიცი ხა ანტიკურ სამყაროზე, ჩემ ახალგაზრდობაში, ჩემ ახალგაზრდა ტაკები გახსოვს რუმინული ფილმი. კი. და ბევრ ადგილზე ძველი ბერძნები, ძველი რომაელები იარაღს ურტყავენ ბრძოლის წინ ფარებს. სიამოვნებით გავეთამაშებ კოკაკოლას, ხო, თან ალექსანდრე ცოცხალია, ხო და აი რა არის ეს ხმაური შექმნისთვის ეს არ არის. მარტო. ეს არის რელიგიური რიტუალი. ჯარისკაცების. ახლა რას ნიშნავს? მოწინააღმდეგის თავზარდასაცემა და რა. ეგეც არის, მაგრამ თვითონ აქტი, თვითონ ეს ქმედება, ეს არის რელიგიური რიტუალის ნაწილი. რელიგიური რიტუალი, საიდან მოდის ფარებზე იარაღის ცემა, ხმლის და შუბის. ხმაური. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ ბერძნების მთავარი ღმერთი არის ზევსი. ზევსის მამა არის კრონოსი და დედა არის რეა, ქალღმერთი რეა. სამდე ზევსი გახდებოდა მთავარი ღმერთი, მანამდე მამამისი კრონოსი მართავდა, რომელმაც თავის დროს ტახტი თავის მამას ურანოსს წაართვა და კრონოსმა თავისი მამა ურანოსი დაასაჯურესა. კრონოსი, ახლა ზევსი ვიცით, რომ მეხთამტეხელი, ხო? ელვისა და მეხის ღმერთი არის. კრონოსი რის ღმერთია ზევსის მამა? დროის. კრონოს აქედან. კრონოს. კი, კრონოსი კრონოს. დროების ეს რა კარგს მივადა, დროის ღმერთია. ხო? კრონოს ქონდა შიში სულ რომ როგორც თვითონ მამამისი დაამხოლდა და დაასაჭურისა, იგივე არ გამიკეთოს ახლა ჩემმა შვილმა, ღმერთები არ ყვდებოდნენ. ვერ მოკლავდა, ამიტომ კრონოსმა აიჩემა გონებიდან შეცდა, რომ რამდენი შვილიც გაუჩნდებოდა, იმდენს ყლაპავდა. ეს რეა რამდენსაც გააჩენდა, ქალღმერთი რეა. მამამისი გააქანებდა, გადაყლაპავდა. ასე გადაყლაპა 3 ქალიშვილი და 2 ძე. ჰერა, ჰესტია, დემეტრა, პოსეიდონი და ჰადესი. ყლაპავს, როგორც კი გაიგებდა, უთვალთვალებდა თავის ცოლს. ააქანებდა და გადაყლაპავდა. ისევ მეორე გადაყლაპვა არ ნიშნავს სიკვდილს. მუცელში ყავს ეს, მაგრამ გადაყლაპული ყავს ბავშვი. ბავშვი ჭამია მამა. კრონოსის მუცლის ფართობი წარმოვიდგინე უცბად და ღმერთია კრონოსი კაცო, რას ლაპარაკო, ირქუში კრონოსი. პატარა მუცელი არ იქნებოდა, მარტივად რა ვთქვა. ხო, რაზე მიანიშნებ ახლა შენ იზი თქვა კიდე. ღმერთი, ეგეთი ამიგია, ბავშვების ყლაპია ღმერთი, აი ბერძნები ახლა რა ჯგვაზე იქნებოდნენ, ამნაირი ღმერთები რო ყავდათ, ხო? ხო. ბოლოს ეს რეა დაფეხმძიმდა ზევსი, ახლა ამ რეას აღარ უნდა ეს ზევსით შეჯამოს, კაც სამდელა ყლაპოს ამან ეს ბავშვი. ხო. მოატყუილეს კრონოს. ქვა გაახვიეს იმაში. მოქვია.
ტილოში ბერსაღლოში ხო რაღაცაში ხო რაშიც ახვევენ ბავშვებს ამან არ შეხედა როფე გადაღლაბა ყვა გადაღლაბა ახლა ზევსი დაიბადა კი მამამისი მოატყუილეს რეა მოატყუილა მაგრამ ნუ ახლა ხოლმე გაზარდო ახლა ამასთან ყოფნა შეიძლება რეამ ზევსი გადამალა კუნძულ კრეტაზე და თან ცველებად დაუყენა კურეტები ძვირფასო მეგობრებო კურეტები არიან რეას მსახური მეომრები რომლებსაც აქვთ იარაღი და ჯერ კიდევ რეა როცა მშობიარობდა ზევსი რო დაიბადა ღმერთი დაიბადა ზევსი პატარა ზევსი როგორ იქნებოდა ტირილი ხო დაიწყო ტირილი ისმოდა აყრუებდა სამყაროს გრგვინავდა და ეს კურეტები რეას მსახურები ფარებზე ურტყამდნენ ჩაეხშოთ გადაეფარათ და მე როცა ზევსი ახლა პატარა იყო ჩვენ ვიცით ზევსი იკვებებოდა ღვთაებრივი ცხოველი თხა ამალთეა ჩვენთან ფილმაც იყო გორდია ხო სუბერძნების ალყაში ვართ რა როცა ტიროდა ზევსი იმას რო არ გაეგო გიჟგადარეულ მამამის კრონოს ამიტომ ეს კურატები ურტყამდნენ სულ იარაღს ფარებზე და დიდხმას გამოცემდნენ და ამიტომ ზევსის ხმა არ ისმოდა გიორგი აი აქედან მოდის ეს რიტუალი ანუ ჯარი როცა მაკედონელები ბერძნები მერე რომაელებში იუპიტერია ზევსი როცა ურტყამდნენ ამას ჯარი როცა შევიდა ეს გარდა მტრის დაშინების ესეც იყო რა თქმა უნდა მაგრამ თავარ შინაარსესო კურეტების მაგვარ ქმედება ეს იყო რომ ჯერ ზევსის მიმართ ერთგულება, ანუ თავისი მთავარი ღვთაების ზევსის და იუპიტერის რომაელებში და მე ღმერთების ერთგულება ამას ნიშნავდა. ხო საიდან სად გამოუხვიეთ ხო სამდე მოადგილდა მთელი ჯარი ფარებზე ურტყამენ რა როგორც კურეტები. ასე ხვდებიან ცოცხალ ალექსანდრეს. ასე ხვდებიან გადმოვიდა ნაპირზე. ვართვეს სარეცელი, რომ სარეცელით შეიყვანონა და აწვინონა, ხო წამოდგა გემზე და ხელი აწია მარცხენ. რა სამახაობა იქნებოდა ესე რომ არა უარი თქვა. ცხენი მომყარა, ცხენზე დაშთა. ჩემმა ჯარისკაცებმა ამხედრებული უნდა ნახონ. აპირიდან მემამდე მიიყვანეს. რა ქვია? კარვამდე ხო. იქ ახლა დააწვინეს, რა თქმა უნდა ისე. ნუ არის გარეთ ინგრევა ყველაფერ ყوام ფარებზე და მერე კიდე არის ერთება. ხო ეს ეტერები და სტრატეგოსები და მისი მეგობრები და ისინი რომ შევინახ, შეიკრიბენ გარავში ეს წევს. ძალა გამოცლილი, არ გადარჩენილია. ბიჭო დააყარეს ეს საყვედურები. რატო ქენდეს? რატო ჩახტი შიგნით? აი კრატეროსი და ისინი ახლა. რატო ჩახტი? რატო გვიშვები ასეთ რაღაცებს? ნუ ხა უპასუხისმგებლობა აბსოლუტურად სწორია. ხუთაშვილს ერთხელ დავით აღმაშენებელს უსაყვედურეს თბილისში ჯერ ამირაიჟ და ჯერ დიდგორი მოგებული არ ქონდა და ასე წავიდა დასაზვერად თბილისის და იქ მარტო აღმოჩნდა ერთ მომენტში თურქებთან. მაშინ ბეწვზე გადარჩა დავითი. მაშინ უსაყვედურეს აზნაურებ. რატო შვები ამას? რა გინდა რომ დავობლდეთ ხო ამას აკეთებ? თუთაშვილს ეს პასუხისმგებლობა არის.
ძალიან სერიოზული ისე დააყარეს. ეგ არის, როცა შენივე სიკვდილი შენ არ გეკუთვნის და არჩენა სიცოცხლე და ხო, ეს არის. სხვაგვარი პასუხი. სარდალი არ არის მარტო პირადი სიმამაცე, ის არის პასუხს აგებს, ამიტომ ერთხელ თქვი კიდევაც მე მგონი. სხვა ურთიერთობა ჯარში. ხა ჩვენ სამოქალაქოები ვართ და რაღაცა და ხა ყველა ჩვენი მსმენელების უდიდესნა ჯარისკაცს სამხედროებს შორის ურთიერთობა ხალხო სხვა რამე. ოფიცერი, კარგი ოფიცერი ვინა. ის არის დისციპლინა მომთხოვნეც, გარკვეულწილად ტირანეც, მაგრამ ამავე დროს მამაა ის. ის მამაა ჯარისკაცებს. ახლა სარდალზე აღარ არის ლაპარაკი და მეფეზე არ არის ლაპარაკი. შენ თავს არ ეკუთვნე. შენ როცა ხალხის დიდი მასა გეკუთვნის, შენც ეკუთვნი იმ ხალხს. ამიტომ ბოდიში. ორმხრივალდებული. ამ შემთხვევაში მარტო სამხედრო გენერალზე ან სარდალზე არა, ხელისუფალზეც არის. შენ პასუხს აგებ ამ ხალხის ბედნიერება, ის ვერ გაიგოთ. თანამედროვეობას ამის გაგება უჭირს. თანამედროვე პოლიტიკოსებს მარტო საქართველოში კი არა. სოფლიოში თუ დაუკვირდა, ამის გაგება უჭირთ უკვე. მოვალეობა. შენ პასუხს აგებ ამ ხალხს. მათ ბედნიერებაზე, მათ უსაფრთხოებაზე. შენი დროს ტარებისთვის. მე გავვრცელდა, რომ თანამდებობა არის დროს ტარება. პრიმიტივიზმამდე დავიდა. პრინციპში ახლა ჩვენ ძველი სამყარო შუა საუკუნეებო ეს პასუხისმგებლობა სულ იყო გიორგი. დავანებოთ სახელმწიფოსთან ტომის ბელადიც, კლანის მეთაურიც, ის ყოველთვის პასუხისმგებლიანი ადამიანი. აი ეს გაქრა უკვე. არა, კაცო, ჩემი დაბადების დღეა. პრეზიდენტი ვარ, პრემიერ-მინისტრი ვარ, დეპუტატი ვარ. იმიტომ რომ ვიგულაო, ფული ვაკეთო. ვიმაიმუნო, დრო ვატარო. თუმცა დემოკრატიებში ანგარიშვალდებულების ხარისხი რა თქმა უნდა. დემოკრატიები აკონტროლებენ, რა თქმა უნდა, ხო. დემოკრატია ხო როგორ არის ნათქვამი, ტირანიის დროს ეშინიათ შეკითხვის, პასუხის და დემოკრატიის დროს ეშინიათ შეკითხვის. მართლა, ხო. დემოკრატია ეს არის, რომ შენ ანგარიშვალდებული ხარ, კაცო, ჩვენ ხო გავიარეთ ის ათენელი სარდლები ბიჭო გამარჯვება მოიპოვეს, ომის ბედი გადაწყვიტეს, მაგრამ არა პატიეს ის, რომ გვამები რატო არ მოიყვანეთ წყვიდა და პერიკლეშვილი მოკლეს იქ. ძირად დაუждდა ეს ათენს მერე, მაგრამ დემოკრატია ანგარიშვალდებულებაა. ახლა ეს კი მეფეა და მაკედონია მონარქია და უკვე აზიის ბატონია და ყველაფერი, მაგრამ ეს შიდა ამბები ჯართან პასუხს აგებს. სულ ბრძანება შეეძლო გაეცა იქ ჰიფასისზე გადალახვის. ვერ გასცა ბრძანება, იმიტომ ჯარს არ უნდა დაძასო. ჩვენ ხო ვიცით, მაკედონური სამართლის უმაღლესი დონე იყო ჯარი. ჯარის კრება შეიძლება მეფეები ემორჩილებოდნენ ჯარის გადაწყვეტილებას. ამიტომ ხშირად გამოქონდათ, ხო, ყველაფერი ახლა ეს პაჟების შეთქმულებაც, ფილოტას ამბებიც, ყველაფერი ჯართან გამოვიდა, ასე გვერდზე ვერ გაიყვან და ვერ მოკლავ. ჩვენ ვილაპარაკეთ რა სხვაობაა ევროპას და აზიას შორის. ევროპაში ანგარიშვალდებულება, განსაკუთრებით სიკვდილის სიცოცხლის დროს. აზიაში ვისაც გინდა თავს გაუტეხავდი, მოკლავდი, ქალაქს გადაწვავდი და გადაასახლებდი, მოსპობდი. ევროპაში ბოდიში რა. არა. გინდა მონარქია იყოს, გინდა რესპუბლიკა იყოს, გინდა ტირანია იყოს, გინდა ეგრე არ არის. ამიტომ საყვედურებ დააყარეს, შენ რატო შვები ასე, რატო გვექცევი ჩვენ. ვერ ამოიღო ხმა, მაგრამ გული მოვიდა. დამახჩვეთ რა. ძლივს გადავრჩინო დამახჩვეთ, ახლა დამახჩვევ და ერთ ძველი ბეოტიელი იყო, როგორც ჩანს იყო მამამისის მეგობარი. სახელი არ ვიცით. ის გამოესარჩლა მეფეს. ამგენს უთხრა, რომ საერთოდ გახსოვდეთო თქვენო სარდლებს უთხრა. დაანებეთო ხამას თავიო, საერთოდ გახსოვდეს ვაშკაცობას ტანჯვა და წამება მოსდევს.
ხო და შეეშვნენ და გახარებული იყო მადლობა გადაუხადა ამ ბეოტიელს რომ დიდი მადლობა რომ არ დაახჯობია მაგ ჩემ თავი რა თუ რა უღურებ რა დღეში ვიყო როგორი საზოგადოება იყო როგორი ურთიერთობა იყო ახლა ხო მეფე ამ ხელაგაცი ალექსანდრე 25 საუკუნე და კიდე 25 საუკუნე იქნება და კიდე იმის იქეთ ხო მაგრამ აგერა სარდლებმა უთხრეს შენ ნუ მიქარა მეორჯერ აღარ აქნა ეს და ის ბეოტიელიც გამოესარც რომ შეეშვთა ხამას დანაბედ თავი ვაშკაცობას ყოველთვის ტანჯვაძამება მოსდევს მაგრამ თვითონ ალექსანდრეს შინაგანი ძალა და რესურსი რეაბილიტირების ესეთი მძიმეჯრებობების შემდეგ ეს გასაოცარია ხო სულ ასე უცებ იმაშებოდა რა ახალგაზრდა სხეული შვება წლის არის რა ანუ ახლა 30 არის უკვე წარმოგიდგენთ 2 წელი დარჩა 30 წლის ასაკში 2 წელს 30 ხდება 29-ის იყო როქსანა შეერთო რა აი ვაბ და რაცა გამახსენდა, მაგრამ არ მოუყვები ახლა ქუთაისში გავგონილი. რამდენი წლის ახარო და ერთხელ მკითხა ერთმა კაცმა. მე 18 წლისა დიდი ვიყავი და აუ ეს 18 წლის ამხელაა და 98-ის რამხელა იქნება. ის გამახსენდა. უკაცრავად მეგობრებო რა. მე მგონი არ ვაშავებთ არაფერს, ხო? ნუ მალები დამორჩილდნენ ახლა მალების ტომი ახლა ჯერ ბოლომდე დამარცხებულები არ იყვნენ, მაგრამ ახლა ისინიც მეომარი ხალხი იყვნენ. და აფასეს ალექსანდრე მორჩილება გამოუცხადეს. ოქსიდრაქების ელჩებიც მოვიდნენ და ალექსანდრემ კითხა რომ თქვენ რატო არ დავემორჩილოთ? აქამდე რატო მეიყვანეთ საქმე ოქსიდრაქებმა უთხრეს, მაგრამ ჩვენ თავისუფალი ინდოელები ვართო. ამიტომ მოვედით ბოლოში. ჩვენ მონები არა ვართ, ადრე რო ჩაგბარდნენ უომრად. რა ხარ მალებს მოერიეთ, ესე იგი მაგარი ხარო და გამორჩილებთ. შესთავაზეს 1000 მძევალი, ალექსანდრე თავიდან მოთხოვა 1000 მძევალი. მათმა მიუყვანეს, მაგრამ მე გაუშვა. ალექსანდრე მიუყვანინა და მე გაუშვა. მიუყვანია და ვერ გაუშვა. ეგეთ რაღაცები შეიძლება. ეს მძევლების შემადგენლობა ირჩეოდა ალბათ არისტოკრატიის ოჯახები, ხო რა? გავლენიანი ოჯახი. ბმა ქონოდათ და ბუნებრივია რა. პასუხისმგებლობა. მძევლებად ახლა ქვედა სოციალური ჯგუფებიდან ახლა. ხო. მალები და ოქსიდრაქები ანუ ეს არატები ან თავისუფალი ინდოეთი დაიმორჩილა ალექსანდრე დიდი ამბავი იყო. და ეს ტერიტორიები შეუერთა სატრაპია ინდოეთს, რომელიც მანამდე შექმნილი ჰქონდა და ფილიპების ჰეტერი სოთეშვის კარგი სატრაპი იყო რა. მაგრამ გარკვეული დრო მაინც დაჭირდა ჭრილობის მოშუშებას. მოიშუშა ჭრილობა ანჯნადი არის, აი აგერ არის, აი ძვირფასო მეგობრებო, ეს არის დინარე ინდი, ხო? და აქედან უერთ აქ არ ხატია ახლა. დინა ყველა არ არის, დინარე ჰიდასპე, აკესინე, ჰიდრაუტე, ესე ყველა თავს იყრის ჰიდრაუტეში და ჰიფასის ერთიანდებიან პანჯნადი ქვია, ამაზე პანჯნადის სახით აქ არ ჩანს ახლა. ჩადის ინდში. ხო და ალექსანდრე გამოვიდა თავის ფლოტით და ქვეიმით ხმელეთ და წამოვიდა მიდის ინდის ამ შესართავში, ანუ ინდთან უნდა გავიდა. პანჯნადისა და ინდის შესართავში. თვითონ გემზე ავიდა და ეს ინდისა და პანჯნადის შესართავთან ის არსებს ახალ ქალაქს ინდოეთის ალექსანდრე. საერთოდ ანგარიშობენ რომ დიდი ალექსანდრია 22 აქვს შეთქმულური დაარსებული, თუმცა არიან მეცნიერები, რომლებიც ხა თუ გავითვალისწინებთ სამხედრო ობიექტებსაც, ალბათ 70-მდე აქვს დაარსებული.
მისი სახეობის. ხო, ახლა ასპაზიების ქვეყანაშიც დაარსა ასეთ სამხედრო პოსტი, მაგრამ ქალაქად არ ითვლება ის, რა ძლიერი პოსტი ქონდა იქ. ალექსანდრიის ინდოეთის ალექსანდრია, ახლა ყოჩაღი ადგილია, ხო, ინდი და პანჯნადი უერთდება ერთმანეთს. 325 წლის ზამთარი მოვიდა რა და აქ გაატარა. თან ალექსანდრიას აშენებს. თან საბოლოოდ ფეხზე უნდა დადგეს, ახლა კი მოიშუშა ის, მაგრამ უზარმაზარეს დაჭირდა. უკვე წინააღმდეგობას არავინ არ უწევს, ერთადერთი ცნობა გვაქვს, რომ პერდიკას დაჭირდა იქვე სადღაც ახლოს იყო აბსანტების ტომე, რომელიც არ დაემორჩილა რატომღაც ამათ და იქ პერდიკა მოაწყო ეს ლაშქრობა, ხა დიდი ბრძოლები არ ფიქსირდება, მაგრამ როგორც ჩანს დაემორჩილა. შეხედეთ ძვირფას მეგობრებო, ეს არის ინდის ინდოეთი. მისი ჩრდილოეთ ნაწილი არის პენჯაბი. მისი სამხრეთი ნაწილი არის ინდის და პანჯნადის სადაც ერთიანდება, შესართავ. ალექსანდრია ზუსტად შუაში გააკეთეს, მის სამხრეთით უკვე ეს არის, აქ არ წერია, ეს არის სინდეთი. ხოთაშვილის საქმე მოგვიანებით ვახტანგ გორგასალი იომებს და ორთა ბრძოლაში სინდების მეფეს მოკლავს. ამიტომ ჩვენებსაც გავლილი აქვს ალექსანდრეს ნაკვალევს. მოგვიანებით რა. ხა სინდეთი აქვს დასაპყრობი, მაგრამ პრინციპში უკვე სამხედრო მოქმედებები შეწყდა რა. ახლა ჩვენ გვინდა ხო და დაიძრა, ესე დაიწყო ამ ქალაქის მშენებლობა და მერე 325 წლის თებერვალში უკვე იწყო სამხრეთით მოდის. აგერ არის ქალაქი პატალა. ახლა პატალა არ გეგონოთ ბავშვის ნათქვამი პატარა. პატალა დიდი ქალაქი. ძალიან დიდი ქალაქი, პატალა ქალაქი, ხო. ეს არის ინდის დელტა, რითაც უერთდება ოკეანეს, ხო? მის მარჯვენა, მის მარჯვენა, ხო, მარჯვენა ეს ტოტზე იყო, ეს არის დიდი სახელმწიფო არის პატალა. მიორისი ასე ერქვა მის რაჯას. ჯერ კიდე ალექსანდრიას როცა აშენებდა და ჯარს ასვენებდა, ეს მიორისი ჩავიდა ალექსანდრიაში, პატალას მეფე. გაიცნეს, მორჩილება გამოუცხადა, რა თქმა უნდა. დიდარი ქალაქია ძალიან ეს პატალა და დიდი, ქვია პატალა, მაგრამ დიდია. მან უკვე ალექსანდრე ფიქრობს დაბრუნებას, ხო, და უკვე ინფორმაციებს აგროვებს. მას აინტერესებს როგორი არის დელტა. ინდის დელტა. ოკეანეს როგორ უერთდება. გარკვეა ის, რომ გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ნილოსის დელტა. უფრო წყალუხვია ინდი. სანაპირო როგორი არის, რა იზრდება, რა ცხოველებია, რა მცენარეებია, რა ინფორმაცია მეფე მეცნიერ. ტომები ვინ არიან, ვინ არის სახიფათო, ვინ არ არის სახიფათო. გარკვეა ის, რომ საკმაოდ პაციფისტური საზოგადოებებია, სანაპიროებზე ცხოვრობენ, მეთევზეები, უმეტესწილად და თევზით იკვეთებიან და იქთიოფაგები დაარქვეს მე ბერძნებმა იქაური ინდოელებს. იქთიოს არის თევზი და ფაგი არის ყლაპვა, გადაყლაპვა ჭამა. იქთიოფაგი. იქთიოფაგებს, მაგრამ არ აქვთ ამ ინდოელებს საზღვაო ხელოვნება, გემები და სავაჭრო ფლოტი და ეს არ აქვთ. ინდოელებიც მანდამაინც არ გამოირჩეოდნენ როგორც სპარსელები ზღვის სიყვარულით. ტრულსტიქიად თვლიდნენ. ამიტომ მას ახლა ჭირდება, რომ აქედან წამოვიდეს ახლა და დაიძრა ახლა გამოვიდა ახლა გზადაგზა. ის ხედავს, რაც მე ვილაპარაკე, რომ ეს ქშატრიების კასტა პოზიტიურად არის მისი მეფობის მიმართ. ბრაჰმანები
ბრაჰმანები ბრაჰმანები არ წყალობენ მას. ერთ-ერთი ასეთი გაიცნო სფინეს ეძახიან, ახლა ინდური ეტიმოლოგია არ ვიცი, საერთოდ ბერძნები ძალიან ამახინჯებდნენ სახელებს, ნამდვილ სახელებს. სფინე არის ასეთი ბრაჰმანი, რომელიც მან გაიცნო, ყველა ბრაჰმანი მის მტერი არ არის და დაიახლოვა ძალიან. ახლა ბრაჰმანები დიდი სიბრძნის მატარებლები იყვნენ, ახლა ვედური სიბრძნეების და სფინე ქვია, მაგრამ ალექსანდრეს მეგობრები პტოლემე და ლისიმაქე ეძახიან კალანეს. რატო ეძახიან კალანეს? მე შერქვა ეს სახელი. რატო ეძახიან? შეხვედრის დროს ყველას ასე მიმართავდა. ეს არ ვიცი, ახლა მისალმებაა ეს თუ რას ნიშნავს, არავინ არ იცი, მე რო შეხვდება კალანე, გეუნებოდა ასე და ამგერმაც ახლა ეს სამხედროები კალანე დაარქვეს. ამიტომ მე უკვე ეს სფინე მოიხსენებია როგორც კალანე და ეს დაიახლო ალექსანდრე ძენი კაცი. ეს კალანე როგორი რაღაცა იცი, ისეთ რაღაცებს ეუბნება ალექსანდრეს, რაც წესით მას არ უნდა ესიამოვნოს. მაგალითად, მან მოუწყო ეგრეთ წოდებული გამხმარი ტყავის ამბავი. არის ასეთი, რომ ერთხელ ალექსანდრეს უთხრა კალანემ, რომ ერთი გამხმარი ტყავი მოიტანეო რა საქონლეს. აგაჩვენებთ რამეს. მოუტანეს ახლა ეს გამხმარი საქონლის ტყავი და ახლა ჩვენ ხო წარმოგვიდგენთ, რომ შრება ისე დეფორმირებას განეცდეს რა. და გვერდები წამოწეულია სადაც ფეხიდან ათლილი ტყავი სადაც არ ხო წარმოგვიდგენია. ეს კალანე მივიდა და სადაც ფეხის ტყავი არის, იმას დაადგა ფეხი. ეს ტყავი წამოიმართა იმ მხარეს. გახევებული არის ხო, აკვავებულია, გამშრალი. მერე მეორე ფეხის ადგილზე დაადგა, კიდევ წამოიმართა. მერე მესამეს, მერე მეოთხე ალექსანდრეს ეუბნება, რომ ხო ხედავ. ეს ტყავი როგორ იქცევა ერთ ფეხსო, რომ დაადგა ორ ფეხს. Danci esamio წამოიმართა. ისე სამეფოთსო. აკროპებდა და იქ სამში აჯამებოდა გეწობა. შენ თუ გინდა რომ ეს გასწორებული იყოს ბიძასთან, ეს დავმე ცენტრში დაადგება. რა კიდე აკრო ხარ ჩამოს. ყველა ადამიანს ალექსანდრო კალანე ზენი კაცი. შენ გინდა რომ თემ სოფლიო გინდა რომ შენ გეკუთვნოდეს. რაც კი მიწა არის, შენ კიდე გეკუთვნოდეს რა. სინამდვილეში ადამიანს ის მიწა ეკუთვნის, რაზეც ტერფი აქვს დადებული. და შენც ასე ჩულებრივი ადამიანი ხარ. უბრალოდ თუ ხარ ძალიან ვანტარტავა. და მოუშენარი ხარ. Tot ამოხვედი აქ შეისახრიდან ამხელონ ანცილზო. აკრუ ჩამოხვედი. რებს ეუბნება. შენ თვითონ ხო არ ისვენე. მაგრამ ჩვენ არ დაგვასვენდა ახლა. წადიო რა. შენი ბერის ცენტრში წადი. იქიდან მართ. სტაბილური იქნოვე, მაგრამ ეთიობა და ემახსოვრე ალექსა. შენო ძალიან მალე მოყოდები. Cemos nessa metodologia que diz, os alunos mereu galavatsbovit это че. Ale mokudebiyo da შენი ეკუთვნიო, მიწაო რომელიც შენი იქნა, ან შენ საფლავის მიწა მეტი ატაკჭებარა. Აშეც როცევ შეუდებენ ალექსანდრეს. აი ძირფასული ურჩა როგორია რომ პროგრესი აუცილებლად ნიშნავს, ესე იგი კაცობრიობა პროგრესიას და მის მორალიც და მის სიზნეობაც და ენტიმად არავის ტყუინიას. ძალიან ხშირად ადამიანებს ახეს კარგა ტექნიკური პროგრესი არ ნიშნავს ქცევის პროგრესს. ეგონდა რა თქმა უნდა. შეუბრალო ბრაჰმანი ახლა შელაპარაკება მეტესა. აქ ჩამოხვედი, რა გინდა აქ, რა გადაგვეკიდე.
არის შენე, გაჩვენ არ გვაშენე. ასაი დევსკაცი ეს ყავა. და შტორი უთხო მანდე მოკდები. თუ გასაგები ახლა წამოვედით ალექსანდრიიდან და წამოვედ ჩვენ. ხო, როცა ალექსანდრიაში ეპოვეს პატალას მეფე როცა ჩასული იყო და ინფორმაცია მიატო და ალექსანდრე გამოუშვა ეს კომბატ. მიორის რაჯა მიორის. დავალა რომ მე რო ჩამოვალ მან ფლოტით და ჯარით სამხრეთის კომბატის ალექსანდრე და დამახვედრე სულ სათი და ყველაფერი. რო ჯარს აყვაო. ლოჯისტიკა ჯენერალ დამოვიდა ახლა ეს ჩამოვიდა ამაში. შევიდა უჩინარეს ყავა. ეს არის მიგროსის დელტა. ინდის. მოხო უკაცრავად ინდის დელტა. დერომეტი ალექსინოს უახსენდით მას. ხო, დელტა იქიდან მოდის. ბეზევა დაარქვეს. გადაბრუნებული. ეს ქალაქი ჯერ ადეთის ზღვაზეა? არა, ეს ზღვაზე არ არის, მის ქვემოთ არის დელტა. ჯერ ოკეანეზე არ არის მის. ოზანდეს რა არის. მოდი ახლა ჩვენ დაუბრუნდეთ ალექსანდრეს გეგმას. პატალაში ჩამოვიდა ფლოტით ჩაეყვანა, სახოით ჯარით ჩაეყვანა. პატალაში მოეძონა მისი ციტადელი, ქალაქის და ეფესტნეს დაავალა სამდე დატოვებელა ქალაქს. გაამაგრე ციტადელი. ეფესტი ისე ეს გენერლები მარტო თვითონ გია. ისი გენერლები ფარტო მეორებია. შენებლები ძალიან, არქიტექტურები ძალიან, კარგი ადმინისტრატორები არიან, და ეპისკოპოსებად და სატრაპე მათ ნიშნავს. უნივერსალური ჯგუფია ეს, მარტო ერთი გაცხოვა გაკაჭმა, ნაპოლეონიც მარშლები ყავდა უწყინვალოს. ამიტომ ეფესტიოს დაავალა რომ ერდიგას დაავალა ფლოტის მშენებლობა ან დამატება და ეფესტიოს პატალას ციტადელის გაფაქრე. დრუიკ ერიატინებს გარნიზონის დატოვებას რა გეგმა აქვს ასე. დაბრუნება ხო როგორ უნდა მოხდეს ახლა ალექსანდრეს ჯარზე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ალექსანდრეს ჯარის აქვს ერთი თვისა უმაღლეს დონეზე აქვს ლოჯისტიკა ახალი გავანეთის თევზი რო გადადიოდნენ მაშინ გაუჭირდათ ვიღაც ეს ჩვენათებენ და უხორს ჭამდნენ და ესა თავი სიმშილოა მიზა შევიზოპო ეპიდემია ვიქილა მხიკინის ნორმებსაც უმაღლეს წანა ჯერ ყავდა ის პარმენიოდი პომელეს კრატეროსი არა პარკა ხო კრატეროსი ჰაჩაც ატალვაში კრატეროსი აღარ ვაცავი და კრაპენის ჯერ კიდე როცა ხო მისი გეგმა არის ასეთი რომ უკან ის აღარ უნდა დაბრუნდეს ძველი გზით ის სამხრეთისკენ მედის და მან უნდა იხილოს ეს ოკეანე ზღვა და მას აქვს ეჭირო ეს ზღვა სადაც ინდი ჩაედინება ამავე ზღვაში ჩადის ეფრატი და ტიგროსი ამიტომ მან სკვით უნდა დაბრუნდეს მაგრამ ალექსანდრე ხეთავს ერთრამეს რა ამხელა ჯარი მას აღარ ჭირდება დიდი ყავს ჯარი 120,000 კაცი ვიცით რომ იქსირდებოდა მაგრამ ამ ჯარით ვერც გემებზე ვერ აიყვანო მხელა ჯარი როგორ უნდა აიყვანო და მე კიდე კი ინდოეთი ყვებავს ამ ჯარს დიდარია ინდოეთი აჯმენცა ასმენცა მაგრამ მან იცის რომ დასავლეთისკენ ხო მას უნდა წასვლა ორი გზით ხმელეთით რომ ხმელეთს სანაპირო შეისწავლოს და ასევე ზღვით ამ ჯარი ორად უნდა გაყოს მაგრამ მან იცის ხმელეთით რო წავა მედროსიაში არ დიდი უდაბნოები ამიტომ ანკალა ჯარს ვერ წაიყვანს ის ხო ამიტომ ჯარი ორად გავა მაგრამ ორად უნდა გაყოს რომ სინამდვილეში სამად გავა რატო გაყოს სამად ჯერ კი ალექსანდრიაში ვარი კიდე აკა მასთან ჩამოვიდა მისი სიმაგრე ოქსაბას მამა და ჩამოვიდა ცუდი ამბები ჯეთ ეს ამბები სხვადასხვა გაბრუნების ერთ-ერთი მიზეზადაც
გაბრუნდა იფასისუდა. იბერი აგერ მერე იმან ტყავის ამბავი მოუყვა რომ აქ რა გინდა უკუთხე წადი რაც ეჭი ხარ თუ რა ვიჟანტება ებერი ხო ყველაფერი ეს ერთად ხო ჩამოვდანა ოქსიერთმა ცუδιაბა ჯერ ჩამოვდანა ბაქტრიიდან ამბავი რომ იქ ხო დიდი გარნიზონი დატოვა იქ რაღაც არეულობა მოხდა იქ დატოვებული მის ჯარის ერთი ნაწილი აჯანყდა და ვიღაცა მეჯინიბე ათინადორე გამოაცხადეს მეტად აგედონელე მაგორეს ამინდა არა ჩანსი ამინდა დატოვა არ ვიცი ხო ამინდა ამ გარდაიცვალა რაღაცა ხო ოჩიტო ჯარი არის უთავად და აჯანყდა ათინადორე მეჯინიბე აირჩიეს ბაქტრიის მეტად ჯარმა ბერძნებმა და მაკედონელებმა მე რაღაც არეული სიტუაცია არის მე ამ ათინადორეს კლავს ვინმე დიკონი სუფრაზე ბაქტრიელი დიდებულების სუფრაზე მოგავს ამას ამ უზურპატორს ეს ბიკოი რა შეგეცი 3000 კაცს აიყოლეს ბერძნებს და მაკედონელებს და იუბნება რომ დაუბრუნდეთ საპრეზიდენტში აკრაბული აუ არეულია ბაქტრია და სოგდია არ ფიგურირებს მაგრამ ხო აი ცენტრალური ბაქტრია იყო ხო ნუ არ არის კარგად სოქრა რა ოქსიერთმა ჩამოუტანა ეს ამბავი ერე ბარობამისადების ეს არის პაროკამისა ქაბულიდან იმანტე რა ქვია იდასპენტე ეს არის პაროკამისადების სატრაპია სადაც მან დატოვა სპარსელი ტირიასყვე სატრაპად მამან ჩამოუტანა ამბავი ამ ტირიასყვე მაიწვეთა დაძრები დაძარცვავს მოსახლეობას ცუდად ექცევა მოსახლეობა ანუ ცუდი სატრაპია მერე კიდე ჩამოუტანა რომ არეაში აჯანყება მოხდა არის პროვინციაში არ გამორიცხული ტრანგიანაც ამიერთებული ამაჯანყებას იმე ორდანის სპარსელმა ორდანმა თავი მეფედ გამაწყო იმპერია ეშლება იქ ბერძნები და მაკედონელები ჰალდეემორჩივენ ძანებად და დააწუნეთ საბერძნეთში მიდიან ეს ტირიასპე მაურია აქ ვიღაცა ორდანი გამოჩნდა და აღმოსავლეთ ირანის კოვიცე წაიღო მეფედ გამოაცხო ანუ იმან რაც უთხრა ბრაჰმანა რომ დადი ვიზია მიღებდა შენ იმას სამეფოს ვაგეშლება ცუდი ამბეზდი აქვს იმპერია это висерев жалაწყოტილებას რომ ჯარი გურათქე უნდა გაყოს სამეთოდან ჯერ კიდევ ალექსანდრიაში ჩამოვიდა ზოქსია ამ ოქსიარტსა უпроსოდ 4 ყოფს მაგრამ მცირე ნაწილსა ოქსიარტს ერთ ნაწილს აძლევს ჯარის და ბრძანებას აძლევს რომ წავიდეს ბაქტრიაში და დაალაგოს სიტუაცია და თან მას აძლევს ტირიასპეს გალაპენერის უფლებაზე ოქსიარტი თავისი სიმამრი დანიშნა პარობამისადების სატრაპად და როგორ ჩანს მის გავლენაში აი სოგდიანა და ბაქტრიაც მოაქცია ჯარი გაატანა წადდება თავაკეს თავისი ახლა ეს ტრანგიანა და არეა რო არის არის აჯანყებული ამას რა უნდა ვქნა ალექსანდრე ამჩნევს ერთ რამეს რომ ძალის დემონსტრირებაა საჭირო რომ აიშვეს ამ სატრაპებს მერე კიდე უარეს ამბებს გაიგებს გზაში მან არ იცის აქეთ რა ხდება მაშინ ისე ნერო კომუნიკაციის პრობლემა არია ხო და გამოიძახა კრატეროს ჯერ კიდე ალექსანდრიაში ჯერ პატალვაში რა ჩასული ხო გამოიძახა კრატეროს წერევნა რომ შენ წაიყვან ჯარის 1/3 ნაწილს გაიყოლებ ყველა სპილოს და გაიყოლებ ვეტერანებს და უკან გაივლი
და დაავალა გაივლი არახოსიას, დრანგიანას, არეას, მერე გერმანიაში ჩამოხვალ პერსიდას გაივლი და პერსიდინე ჩახვალ პავილონში. გზაზე მაკედონურმა ჯარმა უნდა ჩაიაროს, იმიტომ გადაეჩვივნენ ეს ძალას უკვე და აიწყვიტეს ამ სატრაპებმა, ძარცვავენ, ყველაფერს აფუჭებენ, მეფეებად აწყდებენ თავს, ხო? და სადაც კი ჩახვალ, სადაც ნახავ უსამართლო სატრავს, რომელიც ჩაგრავს ხალხს, ატყავებს, სამართალი არ არის, ტაძრებს ძარცვავს, ყველას დაждჯი და წესრიგს აღადგენ და წესრიგს გარდა წესრიგისა შენ აღადგენ მეფის სამართალს. ხალხმა უნდა ნახოს და გაიხსენოს სამართლიანი ალექსანდრე. ამიტომ კრატეროს აქვს მიცემული სრული უფლება გზაში დასაჯოს და შეიწყალოს. როგორ ჩათვლეს საჯირო და ჩაფვალ ბაბილონში. აიდო ერთი მცირე ნაწილი სიმოვრს დაატანა, ის არ ითვლება დიდ ნაწილად, ანუ 1/3 წამოვიდა ეს კრატეროს და სპილოები გამოყო. და კრატეროს მიცა კონკრეტული დავალება აღმოსავლეთ პროვინციებში საქმე სამართალი უნდა ქნას. სასრიგი აღდგინეს. თვითონ ახლა განჩენ ჯარით 2/3 ჯარით ახლა პატალაში ჩამოსულა ხა. კი აქ აშენებენ რა ქვია ციტადელს ყველოთ, მაგრამ ოკეანემდე უნდა გავიდეს ხო ახლა გასაგებია. ოკეანემდე უნდა გავიდეს და დაიძრა ფლოტით და ქვეითი ჯარით და სანაპიროს მიყვო მიდის ოკეანეზე. მოხდა ასეთი ამავე ხარიშხალი ამოვარდა გრიგალი. სხვიდად წამოსული ოკეანედან წამოსული. და რამდენიმე ჩაეძირა კიდევაც და იქ ამ მეძურემ ყავდა აქ არჩარს დელტას ბევრი ტოტები აქვს და მეძურემმა უთხრეს რომ ერთ-ერთი ტოტი არის აქ უსაფრთხო სადაც გადავიტანოთ ეს გრიგალი და იმ ტოტში შევიდა ფლოტი. უფლოტი გადარჩა, მაგრამ ეს ხარიშხალი რო ჩარჩა, ой ჩაბდა. წყალმა დაიბლო და ფლოტი მეჩეთში აღმოჩნდა. ანუ მოქცევის იმაში მეჩეთებზე აღმოჩნდა, მაგრამ ნუ ახლა ამან იცსა მოქცევა ვერძნებმაც ფინიკიელებმაც იცოდა, ხო? დაველოდოთ შევაკეთოთ ეს დაზიანებული ფლოტი და დრო აქვს ახლა. ალექსანდრე. მას ჭირდება ახლა ზღვის სანაპიროზე პორტი. აი ეს არის დიპი კუნძული. ნუ ეს თლიანთა რაღაც ნაწილს კილუტა ერქვა. მან სამდეთ ჰეფესტიონი ატალაში აშენებს ციტადელს, ალბათ ფლოტს არემონტებს პერტიკა, ამდე დრო აქვს და ამ დინარის მარჯვენა თოთს ჩამოვიდა. აქ არის დინარის კუნძულის კილუტა. ეს კილუტაზე ეძებს ფლოტისთვის გასაჩერებელ ადგილს. საიდანაც მერე უკვე უნდა დაიძრნენ დიდ ექსპედიციაში წამს. უეწონა ეს კუნძული. ახლა ჯერ ერთი მყუდრო ნავსაყუდელიც ნახა და თორემ ახლა წყალდი. დასახლებული არ არის? არა, ეს იქტიოფაგებით არ მენა უნდა და ფოთაშიოს რომ დაინახეს გაიქცა. ალექსანდრეს ფლოტი და ისენ სამხედრო მოქმედებები დამთავრდა. ინდოეთის სამხედრო მოქმედებები დამთავრდა. პენჯაბი დაპყრობილია, სინდეთი დაპყრობილია, მალები გატეხეს, კინაო გადაყვა იმ მალებს. ეს პატალოს რაჯა კიდე მორჩილებაში და ხო, ანუ პრობლემები არ აქვს. მაგრამ ახლა მას ჭირდება ბაზა ოკეანის პირას, ახლა პატალო მდინარეა ეს. მოეძონა ეს კუნძული და რაც თორე ჭების ამოთხრა დაავალა, ენტო ჯარი რომ მოვა, ახლა დინარ და ყორდალებენ წავს, ჭირდებათ სასენ წავს ჯარს და ბონს. დაიწყეს ეს მუშაობა. მან გადაწყვიტა დაათვალიეროს როგორც იქნა მიუახლოვდა ოკეანესთან არის ახლოს. რამოდენიმე გევნით სამხრეთისკენ ალექსანდრე მიიხილვა ოკეანე. აპოვიდა ზღვას.
მოხარაბეთი ზღვა ქვია, მაგრამ ნუ საერთო ჯამში მაინც ინდოეთის ოკეანე მან ნახა ეს ალექსანდრე და პირველი ევროპელია, ვინც გავიდა ინდოეთის ოკეანეს. პირველი რაც გააკეთა სანაპიროზე გავიდა, სვეპლი შეწირა მამამის ამონს. გავოვლილი აქვს ამონში წირა. იმ დღეს იქ დაიბანაკეს და მეორე დღეს უკვე ბერძენ ღმერთებს შეწირა. 12-ვე ოლიმპიურ ღმერთს და და შეცურდა ზღვაში. Kommt გაყვა სანაპიროები დაათვალე სიღრმეში არ შეუძლია. ოთეშუს მასშინდელი თუნდაც ბერძნები, თუნდაც ფინიკიელები, ხა ესენ სხვაოსანი ხალხები იყვნენ, მაგრამ ოკეანესთან ჯიდაობა ძალიან რთული, ოკეანეს სხვანაირი ფლოტი ჯიდა. ეს ახლა კი არის ვერსია, რომ ფარაონ ნეხოს დროს დაარქვეს წრე აფრიკას ფინიკიელებმა, მაგრამ ოკეანეს ეს ნიჩვებიანის ფლოტი ოკეანეს ვერ აითვისებს, სხვანაირი ძირი ჯირდება, სხვანაირი უსაფრთხოება ჭირდება, სხვანაირი ტონაჟი ჭირდება. ანუ ვერ ბედას ჯერნალა ნაპირები და ესა დაათვალე რა. მესამე დღეს უკვე აბედა და შევიდა ოკეანეში. რამოდენიმე კილომეტრი ნიჩვებიანი კენ. იმდენად შეცურა, რომ აღარ ჩამდა ნაპირი. როცა ნაპირი თვალს მიეფარნა, მან დაიწყო მსხვერპლი შეწირვა, თან წამოყვანილი ყავს მსხვერპლის ცხოველი. მან ხარები შეწირა სხვაშივე, ოსეიდოს ზღვის ღმერთს, წყლის სტიქიის ღმერთს. შეწირა ძმედ დიოსკურებს, ამაზე ვილაპარაკეთ. შეწირა მსხვერპლი აქილევსის დედას თეტიდას, ვერცხლის ფეხებიან თეტიდას. და მერე ოქროს თასი გავსო ღვინით ზედაშეთი და შეწირა წყალში ჩააგდო ეს. სულთეშუის ეს ოქროს თასი შეწირვა გახსოვთ ხო ჰელესპონტს ექნა, ჰიფასის ექნა, როცა უკანა უბრუნდა და აგერ აქ. ინდოეთის ოკეანეს. ანუ ალექსანდრე და ოკეანე შეხვდნენ ერთმანეთს ხალხ. აბრუნდა გაყოფილი. წალი. ღმერთები კეთილგანწყობილები არიან. ხო, ნუ აქ რახა გახურებული მუშაობა მიდის ახლა ფლოტიც, მერე ისე დაბრუნდა ბატალაში და ჰეფესტიონმა უკვე ნახა იქა, რომ ჰეფესტიონმა დაამთავრა ციტადელის ნამაგრევა, იქ გარნიზონი დატოვა. ჰეფესტიონის ნაწილებთან ერთად ჩამოვიდა უკვე აქ. ზღვის სანაპიროზე უკვე ბანაკი აქვს. ახლა გადაწყვეტილება მისაღებია ორი რამე. როდის გავდივართ და რაც თავარია, ვინ იქნება ფლოტის სარდალი. თვითონ არაბირებს გენით წასვლას, ხვიცა თვითონ აბირებს, ესენ უნდა შეისწავლოს ეს სანაპირო, კედროსი სანაპირო, გერმანია, მერე პერსიდან და მერე უნდა შევიდეს ბაბილონში. თან მას აქვს ასეთი იდეა, მან ორი დიდი მისი მდინარე უნდა დააკავშიროს ალექსანდრიებით. ეს არის ინდი და ეს არის ნილოსი. აქ ერთი ალექსანდრია აშენ, იქ ერთი ალექსანდრია აშენ. ახლა შუაში ამ სანაპიროს, რომელიც უნდა შეისწავლოს და მერე ვაჭრობისთვის უნდა გამოიყენო. პარსელები ვერ ბედავდნენ, ინდოელები ვერ ბედავდნენ, მაგრამ ალექსანდრე გაბედავს ვაჭრობას გვიტო. შუაში ერთხელ ალექსანდრეს არსებს. ეს უნდა იყოს მისი ცივილიზაციური ჭაჭვი გიორგი. მე იმპერია რა არის, იმპერია არის კომუნიკაცია, გზები, ქალაქები. და ეს ალექსანდრეები უნდა იყოს პირველ რიგში სამხედრო დანიშნულების, მერე სავაჭრო ეკონომიკური, მერე კულტურული, ეს ყველაფერი ერთად აღებული, ეს არის ცივილიზაციური.
ცივილიზაციური ჯაჭვი. ინდის ალექსანდრიიდან ნილოსის ალექსანდრია. აი ესეთი გეგმები აქვს გარს. კმელეთზე სავაჭრო გზები უნდა გაკეთდეს, ყველა აქ უკვე პორტალიც უნდა აშენდეს. ხო, საიდეა რა არის? როცა კრატეროსი გაუშვა, კრატეროს კიდე დადეს დამავიწყდა, ნიშნო კრატეროს დაავალა, რომ იქ როცა გაიულიო პროვინციებს, ყველა სატრაფსო მიეცი ბრძანება, რომ სურსათი გამომიგზავნონ ზღვის სანაპიროს. რომ ფლოტმაც ისარგებლოს ამ სურსათით და არმიამაც. ანუ ამ სატრაფებს დავალებული აქვთ ესე. ანუ კრატეროსმა გარდა იმისა, რომ უნდა დასაჯოს, ყველა ცუდი ხო არ არის. და უნდა უზრუნველყოს. კრატეროსი ადრე გავიდა, ძალიან ადრე, ჯერ პატალაში არ იყო ჩასული ალექსანდრე. ხო და ახლა თარიღი როდის გავდივართ. დაადგინეს რომ ნოემბრის ბოლოს, ფლოტი გავა ნოემბრის ბოლოს, მაგრამ მანამდე ხმელეთი ჯარი უნდა გავიდეს, ან თვითონ ალექსანდრე. ფლოტი მიჩავა. მნიშვნელოვანია. 120 სამხედრო გემი, არმიის 1/3 და საათვირთო კიდე ძალიან ბევრი. დიდი ფლოტი შენდება და ჯერ ნაწილი აშენებულია, ჯერ ალექსანდრიაშიც, ახო ბატალაშიც და მერე აგერ სანაპიროებაც. ვინ გაუხშა? დაიბარა მისი ბავშვობის მეგობარი ნიარქე. ულში ეს ნიარქე ვინ არის? წარმოშობთ ეს აკრეტელი ბერძე. მაგრამ არის ამფიპოლისი, ახლა ამფიპოლისიც ბერძნული ქალაქი იყო. დიდი ხანია უკვე, მაგრამ დიდი ბერძნოიდან ამფიპოლისი უკვე მაკედონიის ქალაქია. ეს ნიარქოსი არის მაგარი. არის უზღავს, ახლა ბერძენი, ახლა მაკედონელს ბერძენი ჯობდა. ნიარქოს დაუძახა და გითხრა, რომ რას ფიქრობ შენო ფლოტსო, ვინ ჩაუყენო ასათებს ნახე. სუთეიმერული საუბარია, თაობატიში. ვინ ჩაუყენო ნიარქოსო რა? იმა რაღაც სახელები უთხრა ეს, არა მანი არიც ისე ზბაუნა მოგარ, კიდე ვიღაცა უხსე. ჯეგო კი არისო, სიმამაცე აკლია მანას. ვიღაცაზე კითხა, ეკიო მანა ძალიან დამწუხრებული არის სამშობლოზე და თავის თავზე უფრო ფიქრობს ნარია. ფლოტი სახიფათოა, დაიღუპოს დაიღუპება. არმიის მეზამეტი ბოლოს ნიარქოსის კანდიდატურები ალექსანდრეს არ მოეწონა, ბოლოს თვითონ ნიარქოს ეუბნება მეფეო, თუ ისულებო მე ვიზამო ამასოიოს. ალექსანდრე თავპატიჟობს, რომ თვითონ კი არ უნდა დაავალოს, ამან უნდა შესთავაზოს. არა, ვიღაც შენო როგორ უშენოთო მე ვერ იმას ვიზამ, შენაირი ხეთერი მე ვიმყავს, რომ ვერ მოგიშორებ გვერდი და ნიარქოსი აძორ არ მოეშვა. არა, დამავალე მე ვიზამ. ახალბუხლებს ჩამოგებატო ფლოტზე ბაბილონში. ბაბულო ჯამში ალექსანდრემ უთხრა დიდი მადლობა რომ ასე რაღაცა შემდგომ ძალიან გახარებოდა და ძალიან იმედიანად ვიქნები რომ შემიქნებო. როდის მეტავიო და ჩააბარა ნიარქოს და ბრძანება მისცა რომ ნოემბრის ბოლოს გამოხვალ ატოვებ ინდოეთის მიწას შეხვალ ოკეანეში და სანაპიროებს ამოუღოდება. ამ სანაპიროზე მე შენ დაგახვედრებ სურსათ-სანოვაგის საწყობებს. ახლა ფლოტი გამოდის ნოემბერში, თვითონ ალექსანდრე როდის აგვისტოდან გავიდა პატანდედა. ატარწავთ. ასე ვალება შეისავლოს, დაიმორჩილოს და დაარსოს ახალი ალექსანდრევი თავისი ცივილიზაციური ჯაჭვისთვის და ნიარქოს დაახვედროს კიდე წყალი და სურსათი და ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ფიქრობ რომ ვეცია დაასრულოთ ლოგიკურად შემწყვიტა თვითონ მე იქნება უბანდაბრუნებო, რომ საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდება. შემდეგი ლექცია ჩვენი იქნება ალექსანდრეს დაბრუნება სახლში, კან ბაბილონში.
ამერე იქნება ალექსანდრეს ფინალი. ამ ქვეყნიური ფინიში, როცა ის გარდაიცვალა და ფაქტიურად ალექსანდრეზე ორი ლექცია დაგვრჩება, ორი მოგზაურობა, ხა ალექსანდრეს ეპოქა არ მომთავრდება, იმიტომ მე ელინისტური ეპოქა ველოდებ, მისი მემკვიდრეები, ეგრეთ წოდებული დიადოქოსების ეპოქა, რომელიც ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესო. მისი სარდლები როგორ გაინაწილება. რა ბედი ეწევა ფეხბურთზე როქსანას, რა ბედი ეწევა ოლიმპიადას, რა ბედი ეწევა მის სახელგანთქმულ სარდლებს, ვინ, როგორ რანაირად. ახსავსე იქნება ინტრიგებით, ახსავსე იქნება შეთქმულებებით, ახსავსე იქნება სისხლიანი გასწორებებით, ახსავსე იქნება შიდა ომებით და ახსავსე იქნება დრამატიზმით ეს დიადოქოსების ეპოქა, მაგრამ თვითონ უშუალოდ ალექსანდრეზე ჩვენ ორი დავგვჩეთ, დაბრუნება და მერე მისი გარდაცვალება პირველში. ასე რომ ახლა შემწყვეტო ჩვენი ლექცია და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ყურადღებისთვის, განადგომისთვის და ბოლოში დავლევ კოკა-კოლა. მადლობა ძალიან დიდი კუბას და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავგადასავლებით განსაკუთრებით ამ ეპიზოდში ძალიან დრამატული მომენტებით სავსე ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დავალოდოთ მისი უკან დაბრუნება ბაბილონისკენ. მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გამოიწერა პოპულარიზება გაუწიონ თავად ამ ციკლს მოგზაურობას წარსულში, ისე როგორც მთელს არხს. დროება YouTube-ს. მადლობა რომ გვიყურებდით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. დახოთის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.